ალეკო ელისაშვილმა მედიას გაუმხილა ის თუ რაზე ესაუბრებოდა სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა მას და როგორც აღმოჩნდა არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილთან, არამედ სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთანაც პრეზიდენტი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ის მზადაა თუ კი პარლამენტი მის იმპიჩმენტს განახორციელებს და ამ პროცესს სისრულეში მოიყვანს, როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი ამისთვის ემზადება და აქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება შეეცდება ოპოზიციონერთა გადაბირებას იმისთვის, რომ 100 ხმა პარლამენტში მოგროვდეს და ის თანამდებობიდან გადააყენონ. როგორც სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეუბნება, ის არათუ ელოდება იმპიჩმენტს, არამედ ფიქრობს, როგორ და გეგმავს მის აქტივობებს, მის საქმიანობას იმპიჩმენტის შემდეგ. ის ოპოზიციონერებს ეუბნება, რომ სტატუსისთვის ვიდრე არის თანამდებობაზე ყველაფერს გააკეთებს და თუ კი მართლაც განხორციელდება მისი იმპიჩმენტი, ის ფიქრობს, რომ ეს სტატუსის მიღების შანსს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს. ოპოზიციაში სხვებიც გვეუბნებიან, მაგალითად ასეთი შთაბეჭდილება სალომე ზურაბიშვილის საუბრისგან შეექმნა თეონა აქუბარდიასაც და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები გვეუბნებიან, რომ საერთოდ არ არის გამორიცხული, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ყველა უარყოფს, მაინც მოახერხოს ხელისუფლებამ 12 ოპოზიციონერი დეპუტატის დათანხმება იმისთვის, რომ მას იმპიჩმენტის პროცედურაში შეუერთდნენ და ხელი მოაწერონ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას. პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება მოხდეს და ქართული ოცნება მართალია თავს იკატუნებს, რომ არ გვაქვს 100 ხმაო და გამორიცხავთ ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტს დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ ეს 100 ხმა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს და სიმართლე გითხრათ, რაღაც ძალიან ჩვეულებრივად უყურებს ამ ამბავს, რომ შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭრას დადგეს და პრეზიდენტი გადააყენონ და შემდეგ რა უნდა გააკეთოს, ამაზეც ნაფიქრია ქაშკარა და საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს, რა შეიძლება გააკეთოს იმპიჩმენტის შემდეგ. პრეზიდენტმა როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ წასულიყო ევროკავშირის დედაქალაქებში მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მან გადალახა რუბიკონი და ის არის მზად ყველაფრისთვის. თავარი არის ჯერი ოპოზიციაზე, რომ არ აღმოჩნდეს 12 დეპუტატი სხვადასხვა მიზეზებით და მათ შორის შესაძლებელი იყოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ესეთი მიზეზი, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური დავალება შეასრულოს. ვიღაცას სადღაც იპოვის. აქაც ვიმეორებ, ნახეთ, სულაც არ ყოფილა ჩემთვის მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, რაღაცა ესე იგი ჩემთვის სიმპათიური პოლიტიკოსი მთელი რიგი მისი განცხადებების გამო, მაგრამ ახლა ამისი დრო არ არის. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ის დასავლეთში დადის და ქართული მოსახლეობისთვის მისაღებ განცხადებას დასავლურობის კუთხით აკეთებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელიც დასავლეთის ვექტორზე ამ მიმართულებით დგას, ჩვენ ის ინსტიტუტი უნდა დავიცვათ. ქართულ ოცნებაში კი არ საუბრობენ იმის შესახებ, აქვთ თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატებთან რაიმე ტიპის მოლაპარაკება იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დროს 100 დეპუტატის მობილიზება მოხდეს სხდომათა დარბაზში, მეტის ხელისუფლება თითქოს გვეუბნება, რომ ეს შეუძლებელიც კი არის, თუმცა ხელისუფლების ლიდერებს ასევე აქვთ განცდა, რომ სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ ელოდება, რომ მას პარლამენტი გადააყენებს და მამუკა მდინარაძის შეფასებით სწორედ ამას ემსახურება მისი ინდივიდუალური შეხვედრები საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების ხელმძღვანელ პირებთან იმისთვის, რომ ისინი დაარწმუნოს, რომ ამ პროცესში ქართულ ოცნებას ოპოზიცია არ შეუერთდეს. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ქვია კანდიდატის სტატუსის მიღება, ის მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით. იმპიჩმენტი არა, არამედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის მაპოლარიზებელი ფაქტორი. იცოდა, რომ ახორციელებდა არაკონსტიტუციურ ვიზიტს, არალეგიტიმურ ვიზიტს და შესაბამისად თავად გასცია ხარჯები და ბიუჯეტის ხარჯზე არ წასულა შესაბამის ვიზიტებში. ეს ნიშნავს რას? რომ დანაშაულის ნაწილში მას ვერ ექნებოდა რადიკალური ოპოზიციის იმედი, ამიტომ ვერ გარისკა დანაშაულის ჩადენა, თუმცა ძალიან მარტივად გარისკა კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, იმიტომ რომ სწორედ აქ ქონდა სალომე ზურაბიშვილის რადიკალური ოპოზიციის კოლექტიური ნაწმოძრაობის იმედი. ოპოზიციაშია თავად უკვე სალომე ზურაბიშვილი და უხეში ფორმებით ოპონირებს კონსტიტუციის დარღვევით მაგალითად. როგორც ჩანს, ბატონო ალეკოს გაუხმოვანებია ეს ინფორმაცია, რომ მას აქვს შიში, ესე იგი, რომ მას გადააყენებენ და ამ რისკების დასაზღვევად, რომ საკმარისი ხმები არ მოგროვდეს პარლამენტში, სათითაოდ ხდება ახლა ჩვენს ოპონენტებს, რომ დაარწმუნოს, შეეხვეწოს, თხოვოს, როგორც ჩანს, არ ვიცი, ეს მხოლოდ ვარაუდია, რომ არ დაუჭირო მხარი იმპიჩმენტის საკითხს. თავიდანვე განვაცხადეთ, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიიყვანა დღევანდელ მოცემულობაში შეუძლებელია
თუმცა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, პატივი ვცეთ კანონებს და არავის არ უნდა მიეცეს უფლება, რომ გადააბიჯოს ამ ყველაფერს. ოპოზიციაში ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ფაქტორი აღმოჩნდეს განმსაზღვრელი ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატისთვის, რომ მათ შეუერთდნენ იმპიჩმენტს, ისინი შეუერთდნენ იმპიჩმენტს და მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას, თუმცა ნაციონალური მოძრაობა ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში ირწმუნებოდა, რომ ფრაქცია არის შეთანხმებული და ფრაქციის არც ერთი წევრი არ აპირებს, რომ იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს. ამიტომ საინტერესოა, ვინ შეიძლება იყოს დანარჩენ ოპოზიციაში ისეთი, ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, რადგან სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც ღიად და მკაფიოდ ამბობენ, რომ ამ პროცესში ქართულ ოცნებას არ შეუერთდებიან, მათ შორის გიორგი გახარიას გუნდი იყო პირველი, ვინც თქვა, რომ ისინი არ აპირებენ ამ პროცედურაში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე და შესაბამისად ახლა საინტერესოა, ვინ აღმოჩნდება ისეთი, თუ კი აღმოჩნდება, ვინც მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გაშვებას. სულ 12 დეპუტატი სჭირდება ქართულ ოცნებას, რომ გადაიბიროს და სავარაუდოდ და საკმაოდ არის ამისთვის დრო, რომ მართლმა პარტიამ მათი დარწმუნება შეძლოს, რადგან ერთთვიანი ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ამსარჩელის განსახილველად და ამის შემდგომ მოხდება უკვე პროცესის პარლამენტში დაბრუნება.